როგორ უნდა გავიგოთ ის, რომ ღმერთი, რომელიც დროში არ არის შეზღუდული, დრო ღმერთმა შექმნა. და ხანდახან უფრო მკვეთრად ვამბობთ ხოლმე, იესო ქრისტემ შექმნა დრო. საწერია ადამიანს შეეშინდება. სახარებაში წმინდა პავლე მოციქული ამბობს. მან მამასთან და სულისწმინდასთან ერთად, იმიტომ რომ ყოვლადწმინდა სამება ერთი ქმედება აქვს, ერთი ნება აქვს. დრო ღმერთის შექმნილია და როგორ იქნება შეზღუდული. და იცის ყველაფერი, რაც მომავალში მოხდება. მაინც ადამიანის თავისუფალი ნებას აძლევს, თუ ღმერთმა უკვე იცის, რომ არ ავირჩევთ მას, მაშინ ჩვენი არჩევანი მართლაც თავისუფალია? ნახეთ, ესეთი მაგალითი მომყავს ხოლმე ხანდახან. წარმოიდგინეთ, დიდი ბურთი რო ავიღოთ, რგვალი, აი გლობუსივით, რომელიც იატაკიდან ჭერამდეა. და ამ გლობუსზე, აი მუზარმაზარ ბურთზე, აი თქვენი წერილები რომ მივაკრათ. კაი შედარება, ყველა წერილი მივაკარი. ოღონ თელ გლობუსზე უამრავი წერილი. და მე მომეცით ეხლა დავალება, რომ ყველა ეს წერილი უნდა წავიკითხო. რამდენი ხანი დამჭირდება? და რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ყველა ეს ერთ გლობუსია მიკრული. ესე იგი, ჯერ წავიკითხავ აქ, მერე ასე შემოვატრიალებ, მერე თაბლა შევატრიალებ, შეიძლება 3 საათი მოუნდა და მეტის და რა ვიცი, გააჩნია რა ზომის ბურთია. ეხლა უცებ გავაკეთე რაღაცა ტექნიკური ხელსაწყო, რომელსაც ბევრი კომპიუტერული თვალი აქვს. და გარშემო შემოვალაგე ეს. და ერთი ღილაკის დაწოლით მოხდება სკანირება. ტკაბ და თელეს ინფორმაცია წაკითხულია. ერთი ღილაკის დაწერით, წამის ყოფაში, ერთი წამიც არ უნდა. ტკაბ და ყველა ინფორმაცია წაკითხულია, ანუ ხელსაწყომ წამის ყოფაში წაიკითხა ყველაფერი, მაგრამ მე რომ წავიკითხო, ამაში იდება დრო, უნდა ვატრიალო და ნელ-ნელა წავიკითხო. ეხლა ეს რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი? ღმერთმა წამის ყოფაში იცის ის, რისი გაგებისათვისაც მე მჭირდება დრო. ესმით? მაგრამ ღმერთმა ეს იცის, მაგრამ მე დრო მჭირდება. ეს ერთი, მეორე, ღვთის ნება და თავისუფლება არის აბსოლუტური. ადამიანის ნებას და თავისუფლებას შეზღუდულია, მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი. ადამიანის თავისუფლება, ღმერთის თავისუფლებას გავს იმით, რომ მას შეუძლია ღმერთს უთხრას კი და შეუძლია ღმერთს უთხრას არა. გესმით? ეს არის. და ჩემი თავისუფლება აი ამ საკითხში არას ვეთქვი თუ ხო დეტერმინირებული, ანუ ღმერთის ნებით შეზღუდული არ არის. და როგორ შეიძლება ის, რომ ღმერთის აბსოლუტური ნების პირობებში ჩემი ნება არსებობდეს, ისე რომ ღმერთის ნებით არ ვიყო დეტერმინირებული, ეს ლოგიკურად არ გადაიჭრება. გადაუჭრელი დილემაა ეს, არ მოიხსნება. მაგრამ ეს არის მოცემულობა. ეს არის მოცემულობა და ღმერთმა რომ იცის მე ხვალ რას ვიზავ, იმიტომ კი არ ვაკეთებ იმას, რასაც ვიზავ. არამედ ღმერთმა იცის იმიტომ, რომ ხვალე ღმერთისთვის არ არსებობს. და მაგრამ ჩემთვის არსებობს, ანუ სხვა და ყოფიერების სხვადასხვა ფორმაა. და ღმერთის ყოფიერება ჩემთვის უცნობია, მე არ ვიცი. ამიტომ მე თავისუფლება მაქვს, მე ჩემ თავისუფლებას ჩემ არჩევანში არავინ არ ერევა, მაგრამ ღმერთმა ყველაფერი რო იცის, ეს ჩემ თავისუფლებას იმიტომ არ ზღუდავს, რომ ღმერთის ყოფიერება არის სხვა და მასთან დრო არ არის. ეს არის ლოგიკურად გაუაზრებელი. აი ეს არის. ანუ ის რომ იმ აპარატმა რო იცის, რომ იმ გლობუსის იქით რა წერია და მე რო თავის დროზე იმას წავიკითხავ, იმიტომ კი არ ვკითხულობ, რომ იმან იცის. არამედ ეს უბრალოდ თანხმედრაში მოდის რაღაცნაირად, იმიტომ რომ მე ვკითხულობ ჩემ დროზე იმას. და იმიტომ კი არ ვკითხულობ, რომ მან იცის. არამედ იმიტომ ვკითხულობ, რომ მივედი იქამდე რომ წავიკითხო.